მოგესალმებით პატარებო. დღეს წავიკითხავთ ზღაპარს გვრიტზე. იყო და არა იყო რა, იყო ერთი გვრიტი. ცხოვრობდა თავისთვის ხეზე, იდგამდა ბუდეს, ჩეკდა ბარტყებს და ზრუნველადაც უვლიდა. ადრე დილიდან მზის ჩასვლამდე შეუსვენებლად დაფრინავდა და შვილებს საზრდოს უზიდავდა. საღამოობით დაღლილ-დაქანცული, მაგრამ ბედნიერი ჩამოჯდებოდა ხოლმე ბუდის გვერდით და მიდამოს ნელი ღუღუნით ატკბობდა. ერთხელაც ბარტყებისთვის საჭმლის საშოვნელად შორს მოუხდა გაფრენა და ბუდეს დიდი ხნით მოშორდა. ერთმა გლეხმა ამით ისარგებლა. ამოსხა ბუდიდან გვრიტის პატარა ბარტყები და შინ წაიყვანა. დაბრუნდა გვრიტის შორეული მოგზაურობიდან და საზრდოც ჭიაღუა და მსუქანი მატლები ბლომად მოიტანა, მაგრამ სადღარიან ბარტყები. ბუდე ცარიელი დახვდა. დაღონდა გვრიტი. ბუდის გვერდით ფრთებ ჩამოყრილი ჩამოჯდა და მწარე დაატირდა. ტირილით გული რომ მოიოხა, ადგა და შვილების საძებნელად წავიდა. ცოტა გზა რომ გაიარა, წინ მამალი შემოხვდა და ჰკითხა: გვრიტო, სად მიდიხარო? შვილების საძებნელადო. მოდი, მეც შენი მშველელი ვიქნებიო. ძალიან კარგიო, უთხრა გვრიტმა. მშველელი დაამხანა კი, კაცს სწორედ გაჭირვების ჟამს უნდაო და გაიყოლა. წავიდნენ ორნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მამალი. იარეს და წინ მახათი შემოეყარათ. გვრიტო, საით გაგიწევიაო? ჰკითხა მახათმა. შვილების საძებნელადო. ეგ მამალი რაღაც მოგდევსო, ჩემს საშველად მოდისო. მაშ მეც შენი მშველელი ვიქნებიო. ძალიან კარგიო, მიუგო გვრიტმა. შეუერთდა მახათიც და გაუდგნენ გზას სამნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მახათი და მამალი მისდევენ. იარეს და ახლა ფილთაქვა შემოხვდათ. გვრიტო, საით გაგიწევიაო? ჰკითხა ფილთაქვამ. შვილების საძებნელადო. ეგ მახათი და მამალი რაღაც მოგდევენო, ჩემს საშველად მოდიანო. მაშ მეც შენი მშველელი ვიქნებიო. უთხრა ფილთაქვამ. ძალიან კარგიო. შეუერთდა ფილთაქვაც და წავიდნენ ოთხნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მამალი, მახათი და ფილთაქვა მისდევენ. იარეს და ახლა ვირი შემოხვდათ. გვრიტო, საით გაგიწევიაო? ჰკითხა ვირმა. შვილების საძებნელადო. ეგ მამალი, მახათი და ფილთაქვა რაღაც მოგდევენო, ჩემს საშველად მოდიანო. მაშინ მეც შენი მშველელი ვიქნებიო. შეუერთდა ვირიც და წავიდნენ ხუთნი. შუაღამისას ერთ პატარა სოფელში შევიდნენ. დაუგდეს ყური და ერთი სახლიდან გვრიტების ღუღუნი გაიგონეს. მივიდნენ სახლთან, შევიდნენ ეზოში და საომრად მოემზადნენ. ვირი სახლის კართან აიტუზა. მახათი ჭუჭრუტანიდან შეძვრა და ბუხრის პირას დაერჭო. გვრიტი, მამალი და ფილთაქვა ბუხრიდან ჩავიდნენ. მამალი ბუხრის თავზე შემოჯდა. ფილთაქვა ნაღვერდალში ჩაეფლო, ხოლო გვრიტი გალიასთან მიფრინდა და ბარტყების გამოხსნას შეუდგა. დედის დანახვაზე ბარტყებმა ერთი ჭყეპინი ატეხეს. ხმაურზე კაცს გამოეღვიძა. წამოვარდა ლოგინიდან და რომ გაიგო სიბნელეში რა ხდებოდა, ბუხართან ცეცხლის ასანთებად მივიდა. გაჩხრიკა თუ არა ნაღვერდალი, ფილთაქვა გასკდა და ნაცარი თვალებში შეეყარა. კაცს შეეშინდა, უკან დაიხია და ფეხში ახლა მახათი შეერჭო. ამ დროს მაღლიდან მამალმაც დაჰყივლა. კაცს შეეშინდა და გულგახეთქილი გარეთ გავარდა. კარებთან ვირი დახვდა და გვერდებში ისეთი წიხლი უტყუპა, რომ სამი ყირა გადაატარა. ამასობაში გვრიტმა გალია გახსნა, გამოიყვანა თავისი ბარტყები, შეისხა ფრთებზე და გახარებულმა ბუდისკენ გააფრინა. ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ფქვილი აქა.